გამარჯობათ ხალხო. მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ბევრი თქვენთაგანი მიცნობს როგორც ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს. ამ პეიჯზე, ამ ლაივში ცოტა სხვა ამპლუაში მოგევლინებით. იმიტომ რომ მინდა წარმოგიგინოთ უსვი რეიკის ონლაინ სკოლა. მათთვის, ვინც არ იცის რა არის ზოგადად რეიკი, როგორც ასეთი, ხო? ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, ეს არის იაპონური გამაჯანსაღებელი სისტემა, ენერგიასთან მუშაობის სისტემა. ამ ლაივში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ზოგადად რეიკი, ავხსნათ მისი რაობა, ასე ვთქვათ, ხო და იმისათვის რომ ეს გავაკეთოთ კარგად და მარტივად, ყოველგვარი რთული ახსნების გარეშე, საამისოდ ჩვენ ვწავლოთ ცოტა სხვა გზით. მინდა შევხედოთ რას, თვითონ აი ამ სისტემის აღნიშნული იეროგლიფის კონფიგურაციას, რომ იმისთვის რომ მივხვდეთ, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივად ჩავხვდეთ მთელი ამ სისტემის სიმარტივეს და მთელი ამ სისტემის სიღრმეს. რატოა ზოგადად საინტერესო რეიკის თემა ზოგადად, იმიტომ რომ ერთი სხეულის გამოჯანსაღებას უწყობს ხელს. მეორე, ასე ვთქვათ, გონების დალაგებას უწყობს ხელს. იმიტომ რომ რეიკიში არის რამდენიმე დონე, ასე ვთქვათ, არის პრაქტიკები მიმართული გამოჯანსაღებაზე, როგორც მენტალურ ჯანსაღებას, ვთქვათ, მენტალურ ემოციურ ჯანმრთელობაზე, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და არის პრაქტიკები მიმართული სულიერ განვითარებაზე, ხო? ხო და დღეს აი ამ პირველ ლაივში, იმიტომ რომ აი ამ პეიჯზე ზოგადად არაფერი არ დადებულა, ჯერ ესეც საინტერესო კონტენტი. მათთვის, ვინც არ ვიცით, ზოგადად რა არის რეიკი, ან შეიძლება იცით რა არის და ეს ცოტა უფრო ახლებურად, ასე ვთქვათ, იყოს თქვენთვის მოწოდებული ჩემს მიერ. ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის რეიკი, ზოგადად, ხო? ამისთვის უნებას მომცემთ, ჯერ დავხატავ, დავწერ თვითონ იაპონური იეროგლიფს რეიკის, ხო? იმისთვის რომ შემდეგ ძალიან მარტივად ავხსნათ, რაც წარმოადგენს რეიკი როგორც ასეთი. იმიტომ რომ თვითონ სისტემა არის ძალიან მარტივი და ძალიან ძლავრი, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მოისურვა რაღაცა ინდივიდუალური შეეტანა თვითონ რეიკის სისტემაში, რომ პრაქტიკულად გახდა იმდენი რაღაცა ახლებური ნიუანსი დახუნძლული, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რეიკისთან, ხო? ძალიან გაართულეს მოკლედ გამეტანდა. ცოტა მინდა რომ გავამარტივოთ, იმიტომ რომ გასაგებად არის მარტივი, მაგრამ ამ სიმარტივემ, პრაქტიკის სიმარტივემ არ უნდა მოგვატყუოს, იმიტომ რომ იმხელა სიღრმეების გახსნა შეუძლია თვითონ ამ პრაქტიკას, რომ ასე ვთქვათ, ძალიან რამდენი ხანია რაც ვაპრაქტიკებ, ხო, 2009 წლიდან. ხოლო მე ჯერ ვერ გავედი, ბოლოში ვერ ვნახე სად აქვს ამ სისტემას, ასე ვთქვათ, ფსკერი, იმიტომ რომ არის აბსოლუტურად ამოუწურავი. აი, თითქმის დავხატეთ რეიკის იეროგლიფი, სულ რამდენიმე შტრიხია დაგჭა. შესაბამისად, აი ესე უნდა ჩავდეს. თქვენთვის როგორც ხვდები, ხო? ალბათ ჩანს კარგად. შესაბამისად, რო შევხედოთ აი ამ ნახატს, თვითონ, ხო? ორი იეროგლიფია. ერთი იეროგლიფი არის რეი, ზედა იეროგლიფი, მეორე იეროგლიფი არის კი. რაც შეეხება რეი იეროგლიფს, ნახავთ რომ აი სულ ზემოთ დასაწყისში არის ასე ვთქვათ, პირველი ხაზი, რომელიც აღნიშნავს პირველ წყაროს, ყველაფრის დასაბამს, ალფას და ომეგას, ღმერთს, ტრანსცენდენტულს, მარადიულს, დაუსაბამოს, რაც გნებავთ. აი იმას, რასაც ვერ ავხსნით ვერასდროს, ხომ? აი ეს არის ზუსტად ეს პირველი შტრიხი.
მის ცოტა ქვემოთ ნახავთ არის მეორე შტრიხი, ხო? ასე ვთქვათ, რომელიც აღნიშნავს ხილულ ზეცას. ანუ რეალურად იმ რეალობას, რისი აღქმა შეგვიძლია, იმ გარე სამყაროს, ხო? აი პირველი დასაწყისი თუ არის ამ მოუცნობი, უხილავი, მარადიული და ამ სამყაროს მიღმა არსებული, აი მეორე ხაზი, ასე ვთქვათ, მეორე შტრიხი, ხო? აი ეს შტრიხი ზუსტად აღნიშნავს, ასე ვთქვათ, იმ სამყაროს, რომელსაც აღვიქვა გრძნობის ორგანოებით, თვალით, ყურით, შეხებით, სუნით, გემოთი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ თვითონ იეროგლიფში, ხო, ეს ნიშნავს, ასე ვთქვათ, ღრუბლებს, ანუ ხილულ ზეცას. შემდეგ, აი ეს პატარ-პატარა ხაზები, ხო? 1 2 3 4 ხაზი წარმოადგენს წვიმას. რატომ წვიმას? ახლა მივხვდებით, იმიტომ რომ აი რა ქვემოთ გვაქვს 1 2 3 პატარა კვადრატი. რისი აღნიშნულია ეს კვადრატები? იაპონურ იეროგლიფიკაში 1 კვადრატი არის პირი, 2 კვადრატი არის საუბარი, 3 კვადრატი არის ლოცვა. ანუ ფაქტიურად იეროგლიფის ზედა ნაწილში გვაქვს ლოცვა დაუსაბამოსკენ, იმისათვის რომ წარმოვიდეს წვიმა. რა გვინდა წვიმა? იმისათვის რომ აი აქ არის ქვედა ნაწილში, ასე ვთქვათ, დაბა, სოფელი, ადამიანთა ერთობა, ქალაქი, ასე ვთქვათ, რაღაცა კომლი, ხო? იმისთვის რომ აი ამ ადამიანთა ერთობამ შეძლოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელება. რეალურად ეს არის ლოცვა, თხოვნა იმისათვის რომ გაჩნდეს შესაძლებლობა შრომის. მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, შედეგს ჯერ არ იძლევა. შემდეგ ადამიანები ახორციელებენ შრომას, ანუ წარმოვიდა წვიმა, დათესეს ამათ ბრინჯი, ჩაატარეს ეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, შემდეგ მოვიდა მოსავალი, ქვედა იეროგლიფი, ხო? ანუ ეს იეროგლიფი არის კი, ზედა იეროგლიფი არის რეი. ეს კის იეროგლიფი აღნიშნავს ბრინჯს, ანუ შედეგს, მატერიალურ ხილულ შედეგს. ეს იქნება ჯანმრთელობა, ეს იქნება ფინანსები, თუ ეს იქნება, ასე ვთქვათ, დალაგებული ფსიქიკა თუ სულიერ განვითარება, არ აქვს მნიშვნელობა, ანუ შედეგი საბოლოო ჯამში, ხო? ბრინჯი, მოსავალი. და შემდეგ აი წყალი, რომელიც მოვიდა, ასე ვთქვათ, ზემოდან, აი ამ ორთქლის სახით, აი ეს ხაზები ორთქლის აღნიშნული, ავიდა ისევ ზემოთ. შესაბამისად, რეიკი ერთიანობაში რომ განვიხილოთ, არის მარადიულის და ასე ვთქვათ, დროებითის ურთიერთთანამშრომლობის მეტაფორა, სიმბოლო, ღმერთის და ადამიანის ურთიერთქმედების სიმბოლო. შესაბამისად, თვითონ სისტემა, როგორც გითხარით, არის საკმაოდ მარტივი გამოყენებაში და არის ამავე დროს ძალიან ღრმა. რას გულისხმობს თვითონ, ასე ვთქვათ, რას გულისხმობს კი არა, რას წარმოადგენს, რა ბუნება აქვს რეიკის ენერგიას. ეს არის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც არის აბსოლუტურად ყველაში და ყველაფერში, ყველა ცოცხალ არსებაში და განაპირობებს, ასე ვთქვათ, აი ამ სასიცოცხლო პროცესებს. შესაბამისად, ბავშვობაში ყველას გვაქვს ამ ენერგიასთან წვდომა 100% სრული სისავსით აბსოლუტურად. შემდეგ სოციალიზაციის პროცესში, აღზრდის პროცესში, რაღაცა ფსიქოტრაუმების პროცესში, ასე ვთქვათ, ამ ენერგიასთან წვდომა ხდება სულ უფრო და უფრო შემცირებული. და როგორც წესი, ადამიანს ხოლმე 10-15% 20% აქვს წვდომა. გამონაკლისის შემთხვევებში ეს სრული წვდომა შენარჩუნებულია და მადლობა მეწყო. რეიკის სისტემა, რეიკის პრაქტიკა იწყება ინიციაციით, ანუ აი ამ ენერგიასთან წვდომის აღდგენით. ვთქვათ, ამ თვალსაზრისით, ხო, რეიკიში არის 4 საფეხური. პირველი საფეხური ეს არის აი ამ სასიცოცხლო ენერგიასთან მის სრულ პოტენციალთან კავშირის აღდგენა, რაც ხდება 4 დღის განმავლობაში, ხო? 4 დღის მანძილზე ვაკეთებთ გარკვეულ თავჯიშვებს. ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ადამიანს, რომელიც იწყებს რეიკის პრაქტიკას, ექნება საშუალება, რომ გამოატაროს საკუთარ ხელებში აი ეს სუფთა, ასე ვთქვათ,
სასიცოცხლო გამაჯანსაღებელი ენერგია და მისი გამოყენებით კონტაქტურად საკუთარ სხეულზე ან სხვა ადამიანის სხეულზე, სხვა ადამიანის კიდე დაეხმარო, ხელის დადებით რამდენიმე წუთით გარკვეულ წერტილებზე, გარკვეულ პოზიციებზე მოიყვანოს, ასე ვთქვათ, ჯანსაღ მდგომარეობაში მისი როგორც გონებრივი მდგომარეობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ისე მისი სხეულის ჯანმრთელობა. ბუნებრივია გამომდინარე იქიდან თუ რა საწყისი ჯანმრთელობა აქვს სხვა ადამიანს, ვისაც ვეხმარებით ხლან ჩვენ, შეიძლება დაგჭირდეს ძალიან დიდი ხანი, შეიძლება რაღაც ძალიან მოკლე დროში დაიწყოს ორგანიზმა სტრუქტურულად ნორმალურად ფუნქციონირება. მაგრამ აი პირველი საფეხური ეს არის ასე ვთქვათ კონტაქტური მუშაობის საფეხური, როდესაც ამას აკეთებ ხელებით, ფიზიკური ხელებით. როგორ გამოიყურება თვითონ ეს პროცესი მუშაობის, ამას ალბათ შემდეგ ლაივში გავაკეთებ, იმიტომ რომ იმისთვის რომ ეს პროცესი გამოიყენო და მთელი ძალით იმუშაოს, უნდა კონდეს აი ეს ინიციირება გავლილი. ასე ვთქვათ, ამ ენერგიასთან კავშირის აღდგენის პროცესი უნდა კონდეს გავლილი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მესმის ხოლმე სწრაფად მინდა მივერთე რეიკის არხს, გეგმარებას რაღაცა მილით, ტრუბით მოდის საიდანღაციდან. არა, ეს ენერგია არის აბსოლუტურად ყველაფერში, ყოველთვის. საუბარი არის იმაზე, შენ რამდენად, ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად ხარ ჯანსაღი და სუფთა იმისთვის, რომ ამ ენერგიის A აღქმის უნარი ქონდეს და B მიმართვის უნარი ქონდეს გარკვეული მიმართულებით, ხო? მაშინ სადამე, ეს დავიმახსოვროთ. პირველი საფეხური გვაძლევს საშუალებას მოვიყვანოთ ჩვენი სხეული, უმეტესწილად სხეულზეა საუბარი, ფიზიკურ ჯანმრთელობაზეა საუბარი, ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაში, ხო? და შევამზადოთ სხეული სხვა უფრო, ასე ვთქვათ, მაღალი საფეხურებისთვის. მეორე საფეხურზე, რეიკის მეორე საფეხურზე, ძირითადი აქცენტი კეთდება მენტალურ გამოჯანსაღებაზე, ემოციურ გამოჯანსაღებაზე და ასევე აქ ვსწავლობთ ენერგიის გადაცემას სივრცეში. მაგალითად, შენსახლებელ ადამიანს უჭირს ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად ცუდად არის ავად გახდა, კიდევ რომ დაეხმარო ელემენტარულად, ხო? ამ შემთხვევაში რეიკის მეორე საფეხურიდან გაქუნარი რომ ასე ვთქვათ სივრცეში გადასცეს ენერგია, არა აქვს მნიშვნელობა რა დაშორებაზე ეს ადამიანი, გინდა თბილისიდან ხაშურში, გინდა თბილისიდან გვატემალაში. აქაც გადასარევად მუშაობს ეს სისტემა ამ შემთხვევაში, ხო? რა არის კიდევ საინტერესო? აი პირველი ორი საფეხური ეს არის თერაპიული პრაქტიკა, გამოჯანსაღების პრაქტიკა. შემდეგი საფეხურები, ასე ვთქვათ, მესამე საფეხური, ხო, რეიკის ოსტატის საფეხური გულისხმობს ასე ვთქვათ, საკუთარი სულიერი ევოლუციას, სულიერ განვითარებაზე მუშაობას, ახალი სულიერი უნარების გახსნას საკუთარ თავში, ასე ვთქვათ, ძალიან ღრმად დამალული სულიერი ნიჭების აღმოჩენა და მათი გახსნა უსაფრთხოდ რბილად და ისე რომ შენ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც ზრყევები არ მოხდეს და ყველაფერი მოხდეს ეკოლოგიურად. ასე ვთქვათ, რეიკის ეს ოსტატის საფეხურიდან პრაქტიკა შეიძლება მიგიყვანოს კაცის პრობლემამდე იდეაში. თუ ამას უთმობ შესაბამის დროს და ამას აკეთებს სწორად. და მეოთხე საფეხური გულისხმობს მასწავლებლობის უნარს, ანუ უნარს გახსნა ადამიანში ეს რეიკის უნარი, ანუ აღადგინო მისი კავშირი აი სასიცოცხლო ენერგიასთან, გაატარო რეიკის პრაქტიკოსი ინიციაცია და ასწავლო მას მუშაობა, ასე ვთქვათ, და ამ სისტემის გამოყენება საკუთარ თავზე და სფეროზე. ხშირად კითხულობენ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ ეს რა ენერგიაა და ასე ვთქვათ, ხო შეიძლება რომ დაიცალო ამ ენერგიით, როდესაც მაგალითად სხვას ეხმარები. არა, იმიტომ რომ რეიკის შემთხვევაში შენ ხარ მხოლოდ გამტარი ამ ენერგიის, ხო? რაც უფრო კარგად გაქვს იმის უნარი, რომ საკუთარი ეგო გვერდზე გადადო. იმიტომ რომ
ერთ-ერთი ჩემი მასწავლებელი რეიკიში, იაპონელი ძენ ბუდისტი. ნამდვილი ძენ ბუდისტი, ისეთი კი არის. კუხნაში წიგნებით რო ნასწავლი. რეალურ. ის სამ კომპონენტს ამბობდა ამ პრაქტიკაში, ხო, რომ შევუერთდეთ ამ ენერგიას, დავადოთ ხელები და გავიღიმოთ. ეგ არის. ანუ არანაირი კონცენტრაცია, არაფერი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შენი ადამიანური საწყისით ამ პროცესში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდე. უნდა გამოიწვიო გვერდზე და მიცა ენერგიას საშუალება. ასე ვთქვათ, მან აღადგინოს იმ ადამიანში ის ბუნებრივი თვითგამოჯანსაღების პროცესები, რომელიც მასში ბავშვობიდან არის, ხოლმე ბავშვობაში, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად მუშაობს ორგანიზმის ყველა სისტემა და საკუთარი თავის აღდგენის მექანიზმები. შესაბამისად, რეიკის პრაქტიკის შემთხვევაში ორგანიზმი ხდება ასეთივე სიცოცხლისუნარიანი. ასე და ამგვარად შემოგარგებო, ეს თქვა პირველი ლაივი, იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენად გათვითცნობიერებულები ხართ ისინი, ვინც მიყურებთ და მისმენთ ამ თემაში. დავიწყე აი ესეთი რაღაცით, თუ გაქვთ შეკითხვები კომენტარებში მომწერეთ, გისმენთ, ის სიამოვნებით გიპასუხებთ და შემდეგ შევეცდები ნელ-ნელა მოგაწოდოთ სულ უფრო და უფრო მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი, პრაქტიკული ტექნიკა თუ ნებავთ. იმისა თუ როგორ შეიძლება რეიკის მეშვეობით მივახციოთ როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, მენტალურ ჯანმრთელობას, სოციალურ ჯანმრთელობას, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი, ხო? ესეც ვეძახით სოციალური ადაპტაცია, როდესაც ხარ საზოგადოებრივი ცხოვრების ჯანსაღი, სრულუფლებიანი, თვითქმარი წევრი. იქნება ეს ფინანსურად, კარიერულად, ასე ვთქვათ, ოჯახურად თუ კიდევ სხვანაირად. და ასევე საუბარი არის სულიერ ჯანმრთელობაზე. ასე ვთქვათ, ამ კუთხით, იმიტომ რომ ეს თემა იმდენად დიდია და იმდენად ბევრი რამის თქმა შეიძლება, რომ ჩემთვის გამომდინარე იქიდან რომ არ ვიცი თქვენი გათვითცნობიერებულობის დონე ამ თემაში. ასე ვთქვათ, აი რა კუთხით წავიყვანო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება დამიდროვდა გამაჯანსაღებელ სისტემასთან დაკავშირებით და სულ მალე მინდა შემოგთავაზოთ მისი სასწავლო პროგრამებიც, იმიტომ რომ ნახოთ როგორ გამოვა, რა გამოვა, ასე ვთქვათ, ეს არის ექსპერიმენტი ერთგვარი. ნახოთ, ასე ვთქვათ, რამდენი სარგებლის და სიკეთის მოდანას შევძლებთ, ხო? როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის. თუ გაქვთ ხალხურ რამე შეკითხვა, კომენტარებში მომწერეთ. იმიტომ რომ ფსიქოლოგიისგან და NLP-ისგან განსხვავებით, აქ გავაგზავნებთ ზუსტ რაღაცებს. ისეთ რამეებს ჩავატარებთ კინოებში რო აშვენებენ. საინტერესო შეკითხვა. ან რეიკის საშუალებით შეგვიძლია საკუთარი თავის შემეცნება, კი? თან იმდენად ღრმად შეგიძლია საკუთარი თავი შეიცნო, რომ ვერც კი წარმოგიდგენია, რომ შეიძლება ესეთი სიღრმეები ყოფილიყო შენში. და რეიკიში რა მომწონს ამ შემთხვევაში, რომ არის კონკრეტული ინსტრუმენტული მიდგომა, როგორ უნდა გააკეთოთ საკუთარი თავის შეცნობა. ხო, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგა იმისთვის, რომ საკუთარი თავის შეცნობა ახდეს შესაძლებელი და ეს შედეგი დაიდოს. და არა რაღაცა ძალიან ბუნდოვანი აღწერები, ხანდახან ფსევდოეზოთერიკული, რომ აი საკუთარი თავი უნდა შეიცნო, როგორ შეიცნო გაცვლილი არ გეუბნება. ამიტომ მე ვარ ხოლმე ძალიან ისეთი პრაქტიკული მიდგომების მომხრე. რაც შეეხება კონკრეტულ კურსს, ალბათ გამოვაცხადებ თარიღს, როდესაც გარკვეული ადამიანების ჯგუფი, პრაქტიკოსების, ვინც იპრაქტიკებს, თან კარგია რა ამ შემთხვევაში, რომ შენ თავზეც იპრაქტიკო, სხვაზეც აპრაქტიკო და სხვამაც იპრაქტიკო შენზე, იმიტომ რომ სამივე შემთხვევაში
იძლევა რაღაც გადასარევ შედეგებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმაში მოსაყვანად და ასე ვთქვათ პროფილაქტირების ამბავშიც ზოგადად. თუ ჩასკროლავთ ამ page-ს სურათების სახით ერთ პერიოდი დებდი რა ეფექტები აქვს რეიკის ზოგადად. ხო 12-13 ეფექტი დავთვალიან ასინად. ასე ვთქვათ, რა პლუსები შეიძლება მოვყვეს. ერთი დაღლის გრძნობა გაქრება. მეორე მენტალური ემოციური ჯანმრთელობა აღდგება. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ფონი რო დაალაგდება, ფიზიკური სხეულიც უფრო კარგად იზრუნოს თავს. რა არის კიდევ საინტერესო და მნიშვნელოვანი. რეიკის მეშვეობით შეგიძლია რეალობა მართო. აი რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ და ფანტასტიკურად, ხო? შეგიძლია გარკვეულ მოვლენებზე ეკოლოგიური ზემოქმედება მოახდინო. ასე ვთქვათ, იმიტომ ნებისმიერ სიტუაციას აქვს მისი, ასე ვთქვათ, აი განვითარების ისეთი პოტენციალი, რომელიც სიკეთის მომტანი იქნება აბსოლუტურად ყველა მონაწილისთვის. და როდესაც რეიკის მეშვეობით მუშაობ რაღაცას კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციაზე, ძალიან საინტერესოდ ლაგდება ხოლმე მოვლენები ისე, აი ყველა რჩება მაყოფილი და მოგებული. ამის მაგალითები ძალიან ბევრჯერ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში. მაგალითად, ასე რეიკის მეორე საფეხური მაქვს მიღებული რაღაცა, 2 დღეა რა, ხო? მოფრინავ საიდანღაციდან სადღაც არ ამოსვლის. მოკლედ, ალმატის აეროპორტში ვარ. და ეს აეროპორტში კაფეებია რა და გას 3 ადამიანი და აშკარად ეთქვა რომ კონფლიქტი იწყება მათ შორის და ეხლა დაერევიან ერთმანეთს სულ მალე. ზოგადად ამ შემთხვევაში უბრალოდ გამოვიყენე გარკვეული ინსტრუმენტი რეიკის და ისე დამშვიდა ყველაფერი 30-40 წამში და ისე დაიშალა ეს ხალხი სხვადასხვა კუთხეებში თვითონაც ვერ მიხვდნენ რატო აღარ ჩხუბობენ და რატო არ აგლეჯავენ ერთმანეთს პრიმარებს, ხო? და სინამდვილეში რა მოხდა? ასე ვთქვათ, კონფლიქტებისკენ ჩვენ გვიბიძგებენ ხანდახან საინტერესო არსებები, ენერგოპარაზიტები დავარქვათ, დავართულეთ და ამ არსებების ძალიან დიდ ინტერესია რამდენიმე ადამიანი ერთად შეკრან აკონფლიქტონ იმისთვის, რომ ეს ადამიანები მუდმივად ახდენდნენ შიშის, შფოთის, გაბრაზების, წყენის, შურის და შემდეგ ამ დაბალ ვიბრაციული ენერგიების ქრქვევას და ეს არსებები ამით უბრალოდ იკვებებიან, ანუ ფერმას ქმნიან რა ამ ადამიანებისგან მარტივად ვთქვათ და რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება ეს გადაუჭრელი კონფლიქტები, მით უფრო გადასარევად გრძნობენ ეს არსებები თავს. შესაბამისად, როდესაც სუფთა ენერგიას უშვებ აქ და ესენი იხსნებიან, ასე ვთქვათ, ეს გაუგებარი პერსონაჟები, ისე ლაგდება ყველაფერი. ანუ ენერგიის ნორმალური ნაკადის აღდგენა ხდება ადამიანებს შორის, კომუნიკაცია ხდება ძალიან, ასე ვთქვათ, ეკოლოგიური და როგორც ეს ისეთი ადამიანები ძალიან სწრაფად მოდიან რაღაცა ნორმალურ ყველასათვის მისაღებ შედეგად. აი ეს, ვთქვათ, ერთ-ერთი გზა რეიკის გამოყენების. კიდე გადასარევად მუშაობს რეიკი კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ან კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის დასამთავრებლად, თუ ხვდებით, რომ აი აშკარად ანგრევთ ერთმანეთს ამ ურთიერთობაში, როგორც შეიძლება ძალიან ეკოლოგიურად, რბილად, ასე ვთქვათ, სიყვარულის და სინათლის ენერგიის ფონზე დავასრულოთ ესე თუ ის ასე ვთქვათ, ტოქსიკური კომუნიკაცია. მიზნებთან მუშაობაში აქვს ძალიან საინტერესო პოტენციალი რეიკის, ხო? და კიდევ ბევრ ისეთ ასპექტთან განსაკუთრებულად რაღაც გადაუჭრელ პრობლემებთან ხანდახან. ეს პრობლემები რაღაც არის რა თქმა უნდა, თავიდან გაბერი შენ ასე ვთქვათ, ადამიანური ტვინით ვერ ერევი ამ სიტუაციას. შესაბამისად, თუ გაქვს წაკითხული სტანისლავ ბროხის კოსმოსური თამაში წიგნი, სადაც აღწერს, რომ ადამიანს აქვს უნარი, რომ ასე ვთქვათ, კოსმოსის გონიერებასთან მოვიდეს შემხებლობაში და აი ასე მისი გონება გაუტოლდეს რაღაცა მომენტში. არაადამიანურ გონებას, ხო, გარკვეული მასშტაბებით, რაც მნიშვნელოვანწილად
უხსნის მას ხელფას ამა თუ იმ პრობლემების მოგორებაში. მაშინ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი და ხანდახან მარტივად შესაძლებელი. კიდევ რა მომწონს რეიკიში, რომ ამ სისტემის მეშვეობით ზიანის მოტანა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. იმიტომ რომ სტეკ ექსპერიმენტების დონეზე როდესაც ადამიანებს უცდიათ რომ რაღაცა ზიანი მიეყევინა ბინადრობისთვის, ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. რეიკის ენერგია ჩერდება და აი ეს ადამიანი იწევს საკუთარი ენერგიის ხარჯს ძალიან სწრაფად და ცოტა ხანში თვითონ ექნება პრობლემები. თუ ცდილობს რომ გამოიყენოს არაკეთილსინდის სიერათქოს რაღაც სხვა ადამიანის ან ცოცხალი არსების საზიანოდ. შესაბამისად, კიდევ რა არის ძალიან ჩემთვის კომფორტული და საინტერესო, რეიკის გამოყენების დროს შეცდომას ვერ დავუშვებ. მაქსიმუმ რაც მოხდება, არაფერი არ მოხდება, ეს ერთი. და მე ეს ენერგია თვითონ პოულობს იმ ასე ვთქვათ მიმართულებებს ადამიანში, ხო, გინდა საკუთარ თავში, გინდა სხვაში, რომელიც აი მისთვის იქ აქტუალურად არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობის და სიჯანს არის ასაგიანად. აი ესე და ამგვარად. ახლა თუნებას მომცეთ წავიკითხო თქვენს კომენტარებს, თუ მომწერეთ რამე. როდისთვის იგეგმება რეიკის კურსი? დაახლოებით ალბათ ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ სამგვარაში ერთ თვეში შეიძლება ცოტა იქეთ უფრო. მაგრამ ეს არ არის ონლაინ მარათონის ფორმატი, რაც თუ იცი ჩემი მარათონების შესახებ. აქ ასე ვთქვათ, უშუალო კომუნიკაცია დაგჭირდება. დღეში 2 საათი 4 დღის განმავლობაში თუ საუბარია პირველ საფეხურზე. მეორე საფეხურზეც ანალოგიურად, მესამე საფეხურზე გჭირდება 2 დღე 2 საათი, ანუ ეს ყველაფერი ზუმის ფორმატში. ჩართვებიც მექნება აქ და კურსიც მექნება სასწავლო. თუ არ დაიქცა ქვეყანა ამ კორონავირუსის გამოისობით და გაიხსნა საზღვრები და ეს გახდა შესაძლებელი, ჩემი მასწავლებელი მყავს შეპირებული, იაპონური ძენ-ბუდისტი ბერი, რომელიც მინდა საქართველოს ჩამოვიყვანო, სამწუხაროა ეს კაცი 96 წლის ასაკშია. ხო და მინდა რომ რაღაცა შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს როგორ მუშაობს ეს სისტემა, აი ორიგინალში ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ესე ვთქვათ, რეიკის რო ნახოთ წიგნები, რო ნახოთ ინტერნეტში, ძალიან ბევრი მითოლოგიაა. თვითონ იმის შესახებ თუ როგორ გაჩნდა რეიკი საერთოდ მოვიდა, ხო? ზოგადად მე როგორც მივხვდი ასე ვთქვათ, ჩემი მოგზაურებული გონებრივი შესაძლებლობებით. ეს კაცი მიკაელ სუი, რომელსაც აინტერესებდა, ну ყველაფრით ინტერესდებოდა სულიერი პრაქტიკებით, ხო, ძენ-ბუდიზმით, რაღაცა დასავლური პრაქტიკებით კიდე რაღაც და აინტერესებდა ერთი მარტივი მომენტი, აი როგორ ხდებოდა, რომ ასე ვთქვათ, პრაქტიკულად მთელს პლანეტაზე რო ნახო, ასე თუ ამა თუ იმ ფორმით ყველა კულტურაში არის ხელის დადების მეშვეობით ადამიანის შველა. ამა თუ იმ ინტენსივობით, ხო და ანუ რა მექანიზმი ედო ამას საფუძვლად. ხო და ვერაფერი ვერ ნახა ამ თავისი კვლევების და ძიების შედეგად. კიოტოს მახლობლად არის ესეთი ადგილი, სადაც მოლოცველები დადიან ხოლმე, იაპონელი მოლოცველები და მოგეცენებათ იაპონურ ვთქვათ რელიგიაში, რაბინო რელიგია ეს არის, არ არის რაღაცა ერთი ღმერთი, ხო? არის მრავალღმერთიანობა ერთის პირველ შამანიზმს და ხო და აზურა ეს კაცი მოკლედ აი ამ ადგილას კურამა ქვია მე მთას და დაიწყო მედიტაცია. ეს მედიტაცია გაგრძელდა 21 დღე და 21 დღეს, ასე ვთქვათ, იგრძნო საკუთარ თავში რაღაცა ცვლილებები. მითოლოგია როგორც აღწერს, არიქა გაუნათთა გონება და სიმბოლოები დაინახა და მე ჭვიმაქრო სინამდვილეში სხვანაირად იყო. უბრალოდ
იგრძნო ალბათ ენერგიის ცოტა სხვანაირი უფრო ინტენსიური დინება და შემდეგ როდესაც სადა ამ ენერგიის გამოყენება საკუთარ თავზე ან სხვებზე ნახა რომ გადასარევად მუშაობს და შემდეგ დაიწყო სხვა ადამიანების სწავლება და იაპონიაში გამოდიარი მათი მენტალიტეტიდან ცდილობენ რომ ყველაფერი თავისთან შეინახონ მაინდა-მაინც არ უზიარებენ გარეს ანუ იტალიელები არ არიან ამ თვალსაზრისით ხო და იაპონიაში კი არის ამერიკაში ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობდა ქალბატონი იაპონელი იაპონური წარმოშობის ამერიკელი რომელსაც ერქვა ჰავაია ტაკატა ხო გახდა ეს ქალი სულდა დავანტყოფდა სისხლის დაავადება ჰქონდა ძალიან სერიოზული ხო და საიდანაც პური მოკრა რომ იაპონიაში არსებობენ ადამიანები რომლებიც აი ამ პრაქტიკის მეშვეობით სხვებს შველიან ჩავიდა იაპონიაში მივიდა ამ რეიკის კლინიკაში და 4 თვის განმავლობაში ესე იგი დილით და საღამოს მას უკეთებდნენ რეიკის სეანსებს სადაც 40 წუთიდან 60 წუთამდე გრძელდება ეს რაღაც ხო აი ამ თვეში აბსოლუტურად განიკურნა ყველანაირი დაავადებისგან და შემდეგ გამოვიდა იქიდან ამერიკელი იყო წამოიღო დასავლეთში თვითონ ეს სისტემა დაიწყო ადამიანების სწავლება თავის ცხოვრების განმავლობაში თუ არ ვცდები 22 რეიკის მასწავლებელი დააყენა ფესზე ესე ვთქვათ ხო და ამათ წაიღეს მერე ეს ცოდნა და განავრცეს დასავლეთში უმეტესწილად ხო ამერიკაში და ევროპაში გახდა ეს ძალიან პოპულარული შემდეგ რუსეთში და საინტერესოა რომ აქედან შემოვიდა ხელმეორედ იაპონიაში მაგრამ ირკვევა მე რომ იაპონიაში თურმე გრძელდება ეს პრაქტიკა არის რაღაც ადამიანთა ერთობა რომელიც ასე ვთქვათ ამ სისტემას ამვითარებს უბრალოდ არ გაქონდათ ეს ყველაფერი არსად გარეთ და მე გამიმართლა რომ ასე ვთქვათ დასავლური ხაზის მასწავლებელიც მყავდა ქალბატონი რომელიც ასე ვთქვათ იყო ფრანცისკანელი პერი რომელიც საინტერესო თავისთავად იმან მასწავლა ეს დასავლური მიმართულება და შემდეგ იაპონური მიმართულება ეს დახურული ჩემმა იაპონელმა მასწავლებელმა ესეც მაჩვენა როგორ კეთდება სხვაობა არის ამ სისტემებში ორივე გადასარევად მუშაობს უბრალოდ სხვადასხვანაირად მუშაობს აი დასავლური სისტემა არის უფრო ძლავრი რა გაგებით შეგრძნებები გაქვს უფრო ისეთი ინტენსიური ხო იაპონური ძალიან რბილია, მაგრამ თერაპიული ეფექტი დაახლოებით ერთად იგივე. ანუ ორივეს მოა გადასარევის შედეგი აი ეს თქმა. რეიკისთან ერთად თუ შეიძლება სხვა მარათონში ყოფნა. კი ბატონო, არნაირად არ უშლის ხელს. საქართველოში რა ხდება ამ ხრივ, ეჭვი მაქვს რომ საქართველოში არსებობენ პრაქტიკოსების და მასწავლებლებიც, სინამდვილედ ვთქვათ ინტერნეტში არ მიძებნია მაინდა-მაინც რაღაც კონკურენტული ანალიზით არ დავყავებულვარ. ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არსებობენ სავარაუდოდ კარგი სპეციალისტები. რამდენიმეს მე ვასწავლე წლების წინ, რამდენიმე ესე ვთქვათ დამოუკიდებლად ვითარდება თვითონ, ზუსტად არ ვიცი რა ხდება ამ კუთხით. მაგრამ ნუ ეჭვი მაქვს რომ რაღაცები ხდება. უბრალოდ მე მინდა გაჩვენოთ ჩემი გამოცდილება ამისი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შესწრებია რაღაცა ისტერიკულ წიგნებს იმის თავაზე რომ აი თქვენი რეიკი არ არის და ჩვენი რეიკი. ეს არის ბოდვა ხალხო, აბსოლუტურად ნებისმიერი მიდგომა ამ შემთხვევაში მუშაობს. ეწამიგეთ რეიკი არის ქოლგა და აი მის ქვემოთ არის კიდე პატარ-პატარა ასე ვთქვათ ხაზები მიმდინარეობები და ასე შემდეგ. ყველა მუშაობს გადასარევად თუ ერთი მომენტია აქ მთავარი არა იმდენად სისტემა და ტექნიკები, არამედ შენი სული. რამდენად გაქვს უნარი შენი ადამიანური ამპარტავნება და ეგო გაწიო გვერდზე პრაქტიკის დროს. სულ ეს არის. იმიტომ რომ მე მინახავს ჰოლანდიელი ოსტატი იყო რეიკის. ეს ტიპი გაუთავებლად ეწეოდა
მას შოკოლადს ჭამდა და იქ ვერძე ვეგეტარიანელი პრაქტიკოსები როგორ შეიძლება სუცალფერზე იქიდან მოკლედ ამას ეს ჩანსაღის ცხოვრების წესს მას საინტერესო რა იყო თერაპიული ეფექტი ჰქონდა კოლოსალური ყველა დანარჩენთან დაკავშირებით და რო გითხეთ აი თეორიული ნაწილი რას ეკეთებ ჯერ ვერ მეტყველებდა ვერც ინგლისურად ნორმალურად ორი სიტყვა თქვა რა პატივი ეცი იქეთ პატივი ეცი აქეთ ანუ პატივი ეცი იმას ვისაც თხოვა ენერგიას და პატივი ეცი იმას ვისთანაც მუშაობ თუ საკუთარ თავთან მუშაობ საკუთარ თავს ეცი აი ეს იყო და ეს ორ სიტყვაში აღწერა კაცმა პრინციპში აი ამ აპარტამენტების დაძლევის გზა იმიტომ რომ არა ცდუნება დიდია რა ეხა მე რაღაცა ხელებს დაგადებ თავის ტილს მოგირჩენ ნახე რა მაგარი ვარ მაგრამ თუ ასე ვთქვათ აღიარებას ეძებ ამ გზით ჯობია ეხლავე შეეშვა ამ ამბავს იმიტომ რომ ცოტა სხვა სიღრმეებთან გვაკავშირი ამ შემთხვევაში აი ასეთი ასე ვთქვათ მოკლე ბუნდოვანი და შეიძლება ცოტა გაუგებარი მონახაზიც მაგრამ ვეცდები რომ აი შემდეგ ლაივებში სულ უფრო და უფრო გავშალოთ ეს თემა მაგალითად ძალიან საინტერესო თემა რეიკის პრინციპები რომელიც კომუნიზმის შენების კოდექსი კი არ არის ხო რაღაცა 10 ცნება კი არის სამუშაო ინსტრუმენტებია ხო რეიკის პრაქტიკოსის მსოფლ მხედველობის დასაყრდენია ამაზე გავაკეთეთ აუცილებლად ლაივს თვითონ პრაქტიკა როგორ გამოიყურება ხო ფიზიკურად როგორ ხდება ეს ამბავი ამასაც გიჩვენებ და ვეცდები რა შეიძლება მეტი ასე ვთქვათ ესეთი საინტერესო კონტენტი მოგცეთ და აი როდესაც ასე ვთქვათ რეიკის პრაქტიკოსები ვიქნებით უკვე ბევრი ხო სხვათა შორის თუ ხართ ვინმე რეიკის პრაქტიკოსი თუ შეიძლება პლუსი რო დასვათ კომენტარებში იმიტომ რომ ასე ვთქვათ მაშინ მეცვენება რომ შემიძლია პრაქტიკოსისთვის უფრო ცოტა წინწასული ტექნიკები დავდო ხო გაგიზიაროთ უფრო ესეთი ინსტრუმენტული რაღაცები აი ასე თუ მოკლედ თუ გვიჩნდება ამ შეკითხვა ამ თემაზე რაიმე შეკითხვა დღევანდელი ლაივის თემაზე ან ზოგადად რეიკისთან დაკავშირებული ხო კიდევ ერთი მომენტი ხო მნიშვნელოვანი რეიკი არ არის რელიგია რეიკი არის ინსტრუმენტი რეიკი არის იმ მარადიულთან ურთიერთობის ასე ვთქვათ გამაადვილებელი ვისთან შენ გინდა ურთიერთობა უბრალოდ გაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ამპარტავნობა და ეგო კაციო გვერდზე რომ ასე ვთქვათ სიგნალი იყოს დამახინჯებების გარეშე აქეთ-იქით აი ასეთი საინტერესო თემა გამოგვივიდა ეთილი და პატიოსანი ხალხო მიხარია რომ მიყურეთ მიხარია რომ ისმენთ იმედია ამ ლაივს სასარგებლო ინსაიტების მოტანა თქვენთვის შეუძლია და მომავალ შეხვედრამდე ამ პეიჯზე უსული რეიკის ონლაინ სკოლა თუ ასე ვთქვათ გექნებათ საშუალება და სურვილი და ამ ლაივებს გააზიარებთ და დამეხმარებით იმაში რომ ადამიანებმა გაიგონ საერთოდ რეიკი რა არის და ესეთ შესაძლებლობა რომ არსებობს ამის სწავლის ასეთი ფორმითაც იმიტომ რომ ეჭვმაკო ძალიან ბევრი ფორმა უკვე არსებობს ალბათ საქართველოში და თბილისში ძალიან მადლობელი დაგჭირთ აბა მომავალ შეხვედრამდე